ნინო, სრულწმენასთან რა დამოკიდებულება გაქვს? რას ნიშნავს სრულწმენა? აი, როდესაც დაგასახელათ პრეზიდენტმა კანდიდატად, თქვენს Facebook-ის გვერდს ვესტუმრე, მაგალითად, თქვენ გაზიარებული გაქვთ სტატია იმის შესახებ, რომ რომელიღაც რეგიონის სოფლებში ღამღამობით ღვთისმშობელი მოთქვამს. ასევე აზიარებთ დოლარებ გამოსხმულ ხეს იმ იმედით, რომ თქვენს ოჯახშიც ბარაკა მოვა. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, ვთქვათ, განსახილველი კანდიდატურა ძალიან დიდ, ვთქვათ, იმასე ტესტს გადის. და ესეც საინტერესო თემაა, ანუ თუ გჯერათ იმისი, რომ თქვათ ბარაქის ხის დოლარმოსხმული ხეების გაზიარებით Facebook-ზე, ამ შემთხვევაში თქვენ ოჯახშიც ბარაკა მოვა. მოგახსენებთ ძალიან არასერიოზულად მეჩვენება ეს საკითხები, მე მინდა გითხრათ, თუმცა ესეც არ მინდა რომ ხმამაღლა გავაჟღერო, ჩემ Facebook-თან დამოკიდებულება დროის სიმცირის გამო ძალიან უარყოფითია, მაგრამ ძალიან ხშირად ჩემი მცირეწლოვანი შვილიც იყენებს ამას და ამიტომ მე ჯერ ვფიქრობ, რომ ბავშვის უფლებები უნდა დავიცვა, ამიტომ ამ საკითხზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ და არ მგონია, რომ ეს სერიოზული განხილვის საგანი უნდა. ანუ თქვენი მცირეწლოვანი შვილი აზიარებს ბარაქის ხეებს? ნუ არა მარტო და სხვა რამესაც, ამიტომ მე ჩემი მცირეწლოვანი შვილის უფლებებიც უნდა დავიცვა და ამ არასერიოზულ კითხვაზე პასუხს ნამდვილად არ გაგცემ. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, იმისთვის, რომ ტაბულა სტუმარი ბრძანდებოდით, ერთადერთი რა გაკვეთილით შეგვიძლია ამ შემთხვევაში ვისწავლოთ, თქვენ მცირეწლოვან შვილებს ნუ მიუშვებთ ხოლმე Facebook-თან, იმ შემთხვევაში თუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა საჯარო თანამდებობის დაკავებას ეთანხმებით, მაგრამ ბავშვის უფლებები დასაცავია და დაცული უნდა იყოს. ბავშვის უფლებებზე სადღაც ბავშვის უფლებებზე ამ შემთხვევაში როგორ უნდა ვილაპარაკოთ, თქვენი Facebook-ის გვერდზეა საუბარი და ისე რომ იცოდეთ 12 წლის ბავშვებს, 12 წლის ასაკამდე ბავშვებს არც აქვთ უფლება რომ Facebook-ი გამოიყენონ. Facebook-ის ადმინისტრაციას შეზღუდვა აქვს ამაზე, ასე რომ მიაქციეთ ყურადღება. კარგი, ამას აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალში. კი ბატონო, დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, იმედი მაქვს მომავალშიც იქნებით ტაბულა სტუმარი. სიამოვნებით.